დღევანდელ პროცესზე ამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გამოჩნდა, რომ საქმეს სხვა მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება, რადგან ამ საქმეში არსებობს 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, რომელიც ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელმა წინასწარ დაგეგმა პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა ვიდრე ამაზე დავიწყებთ საუბარს, გეტყვით, რომ მზია ამაღლობელს თავად ჰქონდა მცირე სიტყვა ამ სასამართლოს სხდომაზე, მას ჯერ ვრცელი განცხადება არ გაუკეთებია სხდომის მიმდინარეობის დროს, დასაწყისში, როცა მოსამართლემ სხდომა გახსნა და გააცნო მზია ამაღლობელს ბრალდება, კითხა არის თუ არა მისთვის გასაგები და რამდენიმე სიტყვით გამოეხმაურა ამ ამბავს. თავად ბრალდებული ამაღლობელი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ბრალდება, თუმცა ის არ ეთანხმება ამ ბრალდებას და ამბობს, რომ თავს მიიჩნევს უკანონო პატიმრად. თუმცა უნდა ითქვას, რომ სხდომათა დარბაზში ტექნიკური ხარვეზი იყო იმდენად, რომ არ ისმოდა იქ დამსწრეებისთვის გასაგებად და კარგად თუ რას ამბობდა ბრალდებული და შესაბამისად ამის შემდგომ მზია ამაღლობელმა თავად დაწერა თავისი სიტყვა და ფურცელზე გადმოიტანა მისი მთავარი პოზიცია, რომ არ ეთანხმება ბრალს, თავს მიიჩნევს უკანონო პატიმრად, ფიქრობს, რომ სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა მეც და სინდისის პატიმრებით შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას. შეგვიძლია მოვისმინოთ ეს მცირე ფრაგმენტი, სადაც მზია ამაღლობელის სიტყვები ისმის. გასაგებია თუ მოწაბენი ბრალდება კაბატონოსია. გასაგებია და არის. მაგ შეკითხვასაც დაგისვით კაბატონოსია. რაც შეეხება თავად საქმეს, დასაწყის ეტაპზე მიმდინარეობს იმის განხილვა, უნდა იყოს თუ არა საქმეში მტკიცებულებები, დასაშვები განსახილველად და დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეში არსებობს 15 თებერვალს ოზურგეთის პოლიციელის მიერ შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმას წინასწარ გეგმავდა და რომ ამასთან დაკავშირებით მას წინასწარ ჰქონდა კომუნიკაცია სხვა პირებთან ტელეფონით და ამ პატაკიდან გამომდინარე პროკურატურა ითხოვს, რომ მობილური ტელეფონის ამოღება მოხდეს საქმეში და ასევე კონკრეტული პირების დამატებით დაკითხვა ბრალდების მხარის მხრიდან. ბუნებრივია, დაცვის მხარე ამას არ ეთანხმება. რამდენიმე არგუმენტი ჰქონდათ დღეს მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველებს. ისინი ამბობენ, რომ პატაკი არის არასაფუძვლიანი, აქ არ არის ასახული თუ საიდან აქვს ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელს ეს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით იცის მან, რომ თითქოს წინასწარ გეგმავდა მზია ამაღლობელი თავდასხმას და შესაბამისად იმდენად უსაფუძვლო და უარგუმენტოა, რომ ეს პატაკი არ შეიძლება იყოს საქმეში მტკიცებულებად დართული და ისინი მოითხოვენ ასევე სასამართლოს მხრიდან, რომ არ იყოს ბრალდების მხრიდან დასაკითხ პირთა შორის ის პირები, რომელსაც პროკურატურა ითხოვს ამ პატაკიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ბრალდების მხარე დაცვის მხარის მოთხოვნას არ იზიარებს, თუმცა ჯერჯერობით სასამართლოს მოსამართლეს ამ თემაზე არაფერი უთქვამს. 2025 წლის 15 თებერვალის პატაკი გულის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ოპერატიული სამართლის დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაიამ გულის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ჟენს მიეცა ინფორმაციების შესახებ, რომ მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუდგენელ პირებთან. და აღნიშნული შესახებ ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში. აღნიშნულ პატაკის მოყვანილი ინფორმაციის საფუძვლიანობა ჩიტაია გამოაცხადებული, რომ მან მიიღო ასეთი ინფორმაცია. ამავე თარიღის შედგენილ გამოკითხვებში ვლადიმერ ჩიტაია ადასტურებს პატაკის წარმოდგენილ ინფორმაციას. პროკურორმა მაშინ უნდა მიმართოს სასამართლოს, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარიანტი, რომ ამ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საკითხის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სასამართლოს მხოლოდ ამგვარი დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას შეუძლია გასცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შეზღუდვები განჩინება. პატაკიდან გამოკითხვის ოფი არ მოიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საიდან აქვს ვლადიმერ ჩიტაიას ინფორმაცია პოლიციის თავდასხმის წინასწარ დაგეგმვასთან დაკავშირებით. რის შედეგადაც მიიღებს ყოველგვარი შინაარსის არგუმენტაციის და ელემენტარული სერიოზულობისგან დაცვის გამოკითხვის ჯობს. არ გვაქვს ვოლოდინი, რომ ეს ინსტრუქციები ამოვა და ამოვა ალბათ მზიას ტელეფონიდან. უბრალოდ
თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვენ თუ ამ სტანდარტს ამ საქმეზე დაამკვიდრებთ, ეს იქნება დიდი ზიანის სტანდარტი. ასეთი პოლიციელები ყოველთვის იქნებიან, ვინც დაწერენ ასეთ პატარს, ასეთი პროკურორები ყოველთვის იქნებიან, ვინც გამოკითხავენ მერე ამას და უცებ ერთმანეთს აღმოჩნდება, რომ თურმე გვაქვს გარემოებების ერთობლიობა და ყოველთვის აღმოჩნდება შემდეგ ისეთი მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ის რაც სინამდვილეში ერთია და თან არაკონსტიტუციურია და თან დაუშვებელია, თურმე ბევრი მტკიცებულება არის. აი ამ გარემოებასთან გვაქვს ამ საქმეში ადგილი. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც უკვე გითხარით, ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ადვოკატების შუამდგომლობას, ჯერ მოსამართლეს არაფერი უთქვამს. დღეს ასევე ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმასთან ერთად დაუშვებს თუ არა საქმეში მტკიცებულებებს და მისი განხილვა მოხდება თუ არა. დაახლოებით 1 საათია, რაც ეს სხდომა დაიწყო. ვნახოთ ასევე რა იქნება თავად მზია ამაღლობელის სიტყვა, მას ჯერ სიტყვით არ უსარგებლია.